ცენტრალურ მაგისტრალთან დამაკავშირებელი ეს საგზაო მონაკვეთი ადგილობრივებმა რამდენიმე დღის წინ გაჭრეს. აეროპორტის დასახლებაში მცხოვრებლებმა კანონის დარღვევა საკუთარი სიცოცხლის უსაფრთხოების გამო გადაწყვეტეს. საქმე იმაშია, რომ კაკაბაძის ციხში მცხოვრებლებს ამ დრომდე ავტომობილით გადაადგილება წლების წინ მერიის მიერ განსაზღვრული მარშრუტით უწევდათ, რომელიც მძღოლების მტკიცებით საფრთხის შემცველია. მოქალაქეები განმარტავენ, რომ ცენტრალურ მაგისტრალზე გადასვლისას მოძრაობის გაკონტროლება შეუძლებელია, რადგანაც პერიმეტრს შენობები მთლიანად ფარავს. აქვეა მკვეთრი მოსახვევიც. დიდი მანძილის გავლა გვიწევდა მანქანა. მეორე ის რომ იქიდან უფრო სახიფათოა გასასვლელი. და ეს უფრო უსაფრთხო მანძილია, იმიტომ მომავალ მანქანას თავისუფლად ხედავდით და ჩვენი რამოდენიმე მოთხოვნის მიუხედავად მერი და მივიღეთ უარი. და ჩვენ მოსახლეობა გადავწყვიტეთ და თვითნებურად გავხსენით ეს. რამდენჯერ მიმართეთ მერიას, სამჯერ მეგონი განცხადება დაიწერა, არავითარ ყურადღება არა. ჩვენ არ ჩავაკეთებთ. რატომ? რატომ და იქ სახიფათოა. ის უფრო სახიფათოა, იქ გასასვლელი მეორე. რა თქმა უნდა სახიფათოა კაცო, ეს ყველა მიცის. სხვა ალტერნატიული გასასვლელი არა? არა, ერთი გასასვლელი აგია. ადგილობრივებმა გზის მოწყობა ბათუმის მერიას არაერთხელ თხოვეს, თუმცა ხშირი ავტოავარიების მიუხედავად უწყებამ შესაბამისი რეაგირება დღემდე არ მოახდინა. მათი თქმით, ახალი გზის გაყვანისას წინა ხელისუფლებამ დასახლებას ძველი გზა ჩაუკეტა. რო გახვიდე ქუჩაზე, იქიდან თუ მანქანა მოდის მარცხენა კუთხიდან, არ ჩანს, დახურულია. და მე 22 მოსახლე ვარ თქო. და მივიღეთ რატოდაა და გაგვეხსნა. ადრე კი დაგვიდნენ ამ ნაციონალების დროს. რომ გავაკეთებთ, მაგრამ ეს დაპირება და შედაპირება. და არავინ ამაზე არ ზრუნავს. და იძულებული გავხდე ეს კლასე გაგვეხსნა. ბათუმის მერიაში გვეუბნებიან, რომ ამ ეტაპზე საკითხზე უწყებაში კონსულტაციები მიმდინარეობს. მერიის სამსახურებში განიხილავენ კაკაბაძის ქუჩისა და ცენტრალური მაგისტრალის დაკავშირების ოპტიმალურ ვარიანტებს. აღნიშნული პრობლემა ჩვენც ცნობილი არის. მიმდინარეობს შესაბამის სამსახურებთან და უწყებებთან მოლაპარაკებები და კონსულტაციები. ვფიქრობ, რომ ეს პრობლემა ახლოს პერიოდში გადაიჭრება. აქ კეთდებოდა გზა, მიმდინარეობდა გზის რეაბილიტაცია, მოსახლეობას გარკვეულწილად გაუჩნდა განცდა იმისა, რომ ეს გზა უნდა დარჩენილიყო აღნიშნულ ადგილას, მაგრამ რამდენად დარჩება, ამას შესაბამისი სამსახურები ახლოს პერიოდში გადაწყვეტენ. აეროპორტის დასახლებაში კაკაბაძის ქუჩაზე დღეისათვის 70 კომლი ცხოვრობს.